მეგობრებო, მოკლედ კი იცით, პატარა მინი ვიდეო დავდები უკვე, რომ ვიღაც არ ვიცი, ჩაჯმულმა ჰაკერმა დამიჰაკერა აკაუნტი. მაგრამ დაბრუნდი აგერ აღვადგინე. სხვათა შორის, აი ამ ქართულად ვერ ვიგინები. ვერ ვიგინები ქართულად მაინც მშობლიურია, ამ ჩაჯმულმა ჰაკერმა მადლობა უნდა გადაუხადო მას, რატო იცი? მაგარი იდეა მომაწოდა. ეხლა ხსნი 3-4 პლატფორმას. ბამბიოშკა წავა ეხლა იმენა რა ინფორმაციული, რა თქმა უნდა, წყაროებზე დაყრდნობით. ჩენასოს ხუი. ხო. მოკლედ. მე მაინც დაბრუნდი. ნომერი ისე მაქვს, როგორც მქონდა. დამატებით ხსნი აკაუნტებს ეხლა. სხვადასხვა პლატფორმაზე ჩემო კარგებო და შეგიძლიათ იქაც ვნახოთ. რისი თქვა მინდა? ხალხო ეილა არის საიმიგრაციო ადვოკატების ასოციაცია და ეხლა ძალიან ბევრმა ადვოკატმა დადო ესეთი რაღაცა, ეს თქვენც მოგივათ იცოდეთ ამის შესახებ. შემოაპარა საიმიგრაციომ USCIS-მა, რომ 485, აი ეს ახალი კანონი, უბრალოდ დაბრუნებული კანონი. 485 ფორმა რატომ გეკუთვნის შენ ამ ქვეყანაში ამის adjustment-ი დაგვიდასტურე გვითხარი და ეხლა გეტყვით რის საფუძველზე ანუ ჩამონათვალი აქვს შენ ეს თქვენო თუ გეხებათო რომელიმე აქედან ხო მაშვინო მოგცემთო საშუალებას რომ 485 ფორმა მოდი ესე ვქოთ გრინი აიღო ამერიკაში და არ დაგჭირდეს საქართველოში ჩასვლა გრინის ასახებად შეხედი ახლა რა სიტყვენ ოჯახთან კონტაქტი უნდა ქონდეს, ანუ აქ უნდა ყავდეს ოჯახი, შეერთებული შტატებში. ნუ მეორე არის residents of long duration in this country, particularly when residents began. დიდი ხანი უნდა ცხოვრობდი აქა. Hardship to the applicant or the family. განათლება უნდა ქონდეს, education, fluency or proficiency in English. ინგლისურად კარგად უნდა საუბრობდე. ჯარში უნდა იყო. სამსახურის კარგი ისტორია უნდა ქონდეს. ბიზნესი უნდა ქონდეს, community-თან უნდა ქონდეს კარგი თაები, ტაქსებს უნდა იხდიდე, თუ კრიმინალური რეკორდი ქონდა, უნდა იყოს აწიოდეს ჟოზესია ესე. უნდა იყოს რეაბილიტაციის პრუფი და ნებისმიერი სხვა დადებითი საბუთი რაც დემონსტრირებს თქვენს moral characters. ანუ ამაზე ცალკე შემიძლია შემდეგ ვისაუბრო, არის ბევრი რაღაცები, რაზეც ჩემს ჯგუფის წევრებს ვურჩევ ხოლმე და ამასაც დავდებ მე, როგორ შეგიძლია აჩვენო შეერთებულ შტატებს, რომ შენ ხარ კარგი ადამიანი. ეს არსად არ წერია წიგნებში. ეს არ წერია USCIS-ის პოლისში. ეს არ არდებს იუსტიციის სამინისტროს საიტზე. სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე. ეს არის გამოცდილებიდან, ანუ გასწავლით მე. Okay. Daddy. ეს მეზდება ჭკვიანი უჭკვიანესი, რომელმაც დამიბრუნა ჩემი აკაუნტი. ეს არის ჩემი ბომბა ბიჭი. და იმან ვინც დამიჰაკერა, ისაა ჩაჯმული პატარა ტილი. ჩემმა ბიჭმა ბავშვია რა დამიბრუნა. ძალიან მაგარი ჭკვიანი ბავშვები მყავს რა. Okay. აი ეს არის ჩემო კარგებო. და შეხედეთ რა უწერიათ თან 12 აგვისტომდე გამოაგზავნეთ 2026 წლის, ანუ უკვე დაწყებულია ეს პროცესი. უკვე დაწყებულია და როგორც ჩანს, აი აქედან ბევრ ადამიანს, ვისაც აქ უკვე შეერთებულ შტატებში აქვს პროცესი დაწყებული, 485-ის გრინბარათის პროცესი, ვისაც აქვს დაწყებული, ხო? შეძლებენ აქ, აი ამ მემოს მიხედვით, ამ RF-ის მიხედვით, უბრალოდ მემოს RF-ის მიხედვით, შეძლებენ აქ თავისი აპლიკაციის გაგრძელებას და სტატუსის adjustments. და არ დაჭირდება საქართველოში ჩასვლა. Okay? აი ეგ არის ჩემო კარგებო. Yeah, other than that, what else? That's it. All right. Gotta go do